ჩვენი იასამნისფერი პლანეტა არის მოძრავი, ბრუნავი და აი ასე გამოდივართ ხოლმე და დღეს ვართ იქ, რომელი ადამიანები ზუსტად ჩვენი პლანეტის ბინადრები არიან. კიდე ლენტი გაუკეთეთ, კიდე სამკერდე ნიშანი მიეცით. არიან ადამიანები, რომლებიც მეორას დროს გახდებიან ჩვენი პლანეტის წევრები, თუმცა საბავშვო მუსიკალური თეატრი ჭინჭრაკა და მისი ხელმძღვანელი ბესოლომსაძე, რაც მე მახსოვს, თავი მართლა ის ადამიანები არიან, რომლებიც მუდმივად სიყვარულს, სიკეთეს და ღიმილს ასხივებენ. ბესო, გამარჯობა. მოგესალმები. დღეს პრემიერა გაქვს. ახალი ბავშვები, ახალი თეატრი, მე პირველად ვარ თქვენს აი ამ თეატრში და რაც თავარი ახალი სახეები გყავს. მე ნამდვილად არ დავიწყებ დღეს თუ როგორ შეიქმნა ჭინჭრაკა, იმიტომ რომ ჩემმა მაყურებელმა და მკითხველმა ძალიან კარგად იცის თქვენი ისტორია. უბრალოდ ერთი მინდა გითხრა, რომ მართლა რამდენი ხანია მე გიცნობ, შენ ნამდვილად ჩვენი იასამნისფერი პლანეტის ბინადარი ხარ. სადაც ხარ შენ, იქ არის ღიმილი, სადაც ხარ შენ, იქ არის სიყვარული და სიკეთე. აი რას გეტყვით დღევანდელ დღეზე? დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა, მართლაც თაობა შეიძლება ძველი თაობის ბავშვები თამაშობენ, მაგრამ მოგეხსენებათ 30 წლისა თეატრი და უფროსი თაობის მორიგი სპექტაკლი გაიმართება დღეს ქაჯანა. და სწორედ კარგად აღნიშნეთ, ზუსტად აი ამ თემას ეხება, ზუსტად ეს სპექტაკლი, რომ იასამნისფერი, ზუსტად ფერადოვანი ლამაზი სამყაროს მაცხოვრებლები უნდა ვიყოთ და არა ისეთი ჩაბუქებული, რომელსაც სპექტაკლის დასაწყისში ნახავთ, ჩაბუქებულ, უიმედო და უწმინო სამყაროში ცხოვრება ქვია. ეს სპექტაკლი სწორედ იმაზეა, თუ გვექნება რწმენა, ერთმანეთის რწმენა, ერთმანეთის სიყვარული, აუცილებლად ეს მუქი დეკორაცია შეიცვლება ძალიან ლამაზი, ნათელი და ფერადი დეკორაცია. ბესო, შენ ხარ იმისი მაგალითი, რომ შრომას ყოველთვის აქვს თავისი შედეგი და ადამიანის ხელს შეუძლია ყველაფერი. იყავი პატარა დარბაზში, მერე იყავი კიდე სხვაგან და დღეს გაქვს უკვე საკუთარი სტუდია, საკუთარი თეატრი, საკუთარი სცენა. კი, შრომა არ გვეზარება, სამწუხაროდ ამ 30 წლის განმავლობაში მართლაც ძალიან ბევრი ადგილი შევიცვალეთ და ყველგან ნოლიდან გვიწევდა ყველაფრის კეთება, დარბაზების მოწყობა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ 30 წლის წინ სწორედ აქ ჩამოყალიბდა თეატრი, კულტურის სახლი განთიადი, მოსკოვის გამზირზე და აქ დავიწყეთ მოღვაწეობა, დროთა განმავლობაში შემდეგ სხვადასხვა მიზეზთა გამო მოგვიწია ერთ შენობაში გადასვლა სხვაგან, რომელიც მერე გაიყიდა, მერე სკოლის შენობაში გადასვლა მოგვიწია, რომელიც დაინგრა, ავარიული გახდოთ და ამდენი სიარულის შემდეგ დავუბრუნდით ისევ აქ. მე აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ამ შენობის მესვეურებს მინდა მადლობა გადაუხადო იმისათვის, რომ დამითმეს აი ეს ფართი, რომელიც მოწესრიგებელი იყო, რა თქმა უნდა, მე ხოლმე ესეთი ვედი მაქვს. და შევძელით, რომ პატარა 50 კაციანი დარბაზის სცენა გაგვეკეთებინა. იმასაც გეტყვით, რომ ამ ხარეს ძალიან დიდი მოთხოვნა თეატრის სპექტაკლების მიმართ, სამწუხაროდ ყოველთვის არ შეუძლია აქაურ მაცხოვრებელს ცენტრში, თეატრებში სიარული და დიდი მოთხოვნაა სპექტაკლების მიმართაც გაჩნდა. ძალიან კარგია რომ გაჩნდა და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ სარეპეტიციო კი არა, დამიკეთებინა სცენა თავისი მაყურებლის დარბაზით და გვეთამაშა აქ სპექტაკლები. რეპერტუარში გვაქვს რამდენიმე სპექტაკლი, მოდიან საბავშვო ბაღებიდან, სკოლებიდან და მათთვის უკვე დასაყრდენი კულტურული და ასე ვთქვათ და რაღაც სულიერი დასაყრდენი გაუჩნდა ამ უბანს თეატრის სახით. თუმცა არა მხოლოდ მაყურებლის მოთხოვნა გაიზარდა, რამდენადაც ვიცი, გაიზარდა თავად ბავშვების და მშობლების სურვილი იყვნენ სტუდიის წევრები და სწორედ ამან განაპირობა, რომ რამდენიმე ფილიალი გახსენა. კი, სიმრავლე ნამდვილად არის აქ ამ ფილიალში უკვე ესე ვიტყვი 100-მდე ბავშვი დადის, ზოგი ვერ ახერხებდა საღამოს რეპეტიციებზე დასწრებას, ამიტომ იძულებული ვიყავით გაგვეხსნა სხვაგანაც 106 საჯარო სკოლაში გავხსენით ვარკეთილში, სადაც დიდი მოთხოვნაა თეატრის მიმართ და
ვარკეთილში ფრიდონ სულაბერეთის სახელობის აკადემიაში და წლებია მუშაობ მცხეთაში. ეს აი როგორი გრძნობაა მე მაგალითად როდესაც იცი ჩვენი ამბები, ჩვენი ბავშვების გადაცემა ერთი სული მაქვს ხოლმე რომ ბავშვები მოვიდნენ. შეიძლება ვეჭხუბო, ვიყვირო, ვიკამათოთ, მაგრამ აი როგორი გრძნობაა მაინც ბავშვებთან მუშაობა. ჯერ ვიტყვი იმას რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ბავშვებთან მუშაობა. ძალიან თავი დავანებოთ იმას რომ ზღვა ენერგიას მოითხოვს. აბსოლუტურად ყველა ბავშვის სულში უნდა ჩაიხედო. და იქიდან გამომდინარე უნდა მისცეს შენიშვნაც, იქიდან გამომდინარე უნდა შეაქო კიდეც და აბსოლუტურად ყველაფერი იქიდან გამომდინარე კეთდება. თუ ამის უნარი არ აქვს ბავშვს, თვალებში კი არა, სულში ჩახედო, ხო ბავშვთან არ უნდა იმუშაო. მართალი ხარ. ჩემი აზრით. შენი შვილები მოდიოდნენ შენთან ერთად. გავიდა წლები, ბავშვები გაიზარდნენ. თუმცა მე გოგონა დავინახე, კიდე მონაწილეობს. ეს მიიღებს მონაწილეობას. მე მგონი ვნახოთ კი ძალაობს რომ მომავალ წელსაც იulis თეატრში, მაგრამ აბიტურიენტი გახდება და შეიძლება საბავშვო თეატრში ბოლო წელიც იყოს მისთვის და ცდილობს რომ თავი დაამახსოვროს ჩვეულებრივად როგორც აქამდე იყო ხოლმე მაყურებელს. ეცდება რომ დღესაც კარგად ითამაშოს. მსახიობებსაც ნახავთ და ცოტას გავესაუბრებით თქვენი ცნებართ თვით სპექტაკლამდე. სამომავლო გეგმებზეც რო გითხრა, რას უნდა ველოდოთ? ზაფხული მოდის, უკვე კარგი ამინდებია. ზაფხულში პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ საბერძნეთშია მიწვეული ჩვენი თეატრი და დიდი ალბათობით გავემგზავრებით ათენის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალზე. ამის გარდა იგეგმება რა თქმა უნდა ტრადიციული ფესტივალი ზაფხულში ქობულეთში, იქაც რამდენიმე სხვა ჯგუფი სწავა, იმიტომ რომ აქ 6 ჯგუფი მუშაობს ახლა და 6-ვე სპექტაკლი ექნება წლის ბოლოს. გაზაფხულზე გვაქვს გეგმები, რა თქმა უნდა, სპექტაკლები უნდა ჩაუშვათ ისე პრემიერები გამოვა. დავასახელებ ამ პრემიერებს, ამ სპექტაკლებსაც ფიფქია და შვიჯუჯაზე მუშაობთ. ლაშა გოგნიაშვილი მუშაობს სპექტაკლზე მეგობრები, მოწვეული რეჟისორი. რამაზ ბოლქვაძე მუშაობს ასევე მოწვეული რეჟისორი ვირუკას საოცარი თავგადასავალი სულხან საბაძე სპექტაკლზე. გვრიტი უნდა აღდგეს ოღონდ ახალთაობასთან, პატარებთან და ფიფქია და შვიდი ჯუჯა. მე მგონი თქვი ფიფქია და შვიდი. ფიფქია და შვიდი ჯუჯა. და ნაცარქექია. ჩვენ ტრადიციას არ ვარღვევთ და თეატრში ყოველთვის არის ერთი კლასიკური სპექტაკლი მაინც, ერთი კლასიკური ან ზღაპარი, ან ნაწარმოები. თუმცა რაც ჩამოთვალე, მე მგონი ყველა კლასიკური და ყველა თითქმის ყველა ქართული. ნელა მაგარია, როდესაც ამდენი სპექტაკლი გაქვს რეპერტუარში, ბევრ წარმატებას გისურვებთ, ჩვენ კიდევ შევხვდებით აუცილებლად ერთმანეთს და მოდი ახლა მსახიობებსაც გავესაუბროთ. შევიტყვიტოთ საგრიმიოროში. შენ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი პლანეტის ბინადარი რომ გახდე, უბრალოდ უნდა გიყვარდეს ადამიანები, აკეთოთ ბევრი სიკეთე და რაც თავარია, გავრცელო ღიმილი და პოზიტივი. წავიდეთ, ნახოთ მსახიობები რას გვეწყвიან. არც მე მოვსულვარ მარტო რომ იცოდეთ, ჩვენს ყავს ახალი თაობა. ჩემთან ერთად არის ჩვენი ნატალიკო. აი, როგორი კარგი ბავშვები ყავს. ნატალიკო, მოდი ახლა ჩვენ ჩავწეროთ ესენი, ხო, გავიცნოთ. აბა გაგვეცანით. მე ვარ თეკლავ ჟანდაძე და თქო, რამდენი წლის ხარ, რამდენი ხანია რაც ჭინჭაქელი ხარ? 12-ის ვარ და აქ დავდივარ 6 წლიდან. ანუ მე-7 წელი გამოდის, 13-ის ხდები. და ძალიან კარგი აქ ყოფნა, ყოველთვის მაბედნიერებს და აქედან რო გამოვიდე, სულ არ მინდა რა გამოსვლა, მინდა რომ დიდი ხანი აქ ვიარო კიდე. ძალიან კარგი. და ხე შენ გაგვეცანი. ელენა მგოიანი, 16 წლის ცხეთის თეატრის წევრი ვარ, უბრალოდ ჭინჭრაქაში ასევე ბესუმის მასწავლებლის სხვა ჯგუფიდან ვარ და ვიხმარები დღეს აქ. ანუ ცხეთიდან მოხვედი? ოჩა, რა მაგარია. მე ვარ თათული ნიკოლაიშვილი, 13 წლის და ჭინჭრაქაში დავდივარ უკვე, სადღაც 9 წელი ალბათ. 9 წელი და ანუ რა ვიცი, ძალიან კომფორტულად ვარ აქ, ძალიან მომწონს. და არ გინდა დატოვება ჭინჭრაქაში, ხო? სამსახიობოს მიმოფარებ. მე ვარ ელენე ქურდაშვილი, ვარ 13 წლის და დიდი ხანია არ არის რაც დავდივარ თეატრში, სადღაც ალბათ 3 წელი იქნება. რაც შემოვედი. ნატუკას აქვს თქვენთან კითხვა.
რამდენი ან თქვენთვის რა არის ეს თეატრი? ჩემთვის თეატრი არის სფერო, სადაც ყველანაირი სტრესულისგან თავისუფლდები რა. სტრესს ვიშორებ და რავი, განტვირთვა რა აქაურობა ჩემთვის. შენთვის? ჩემთვის სტუდია არის ჩემი მეორე სახლი, მას ეკუთვნის რომ ჩემი მეორე სახლია და ყოველთვის მიხარია აქ მოსვლა. თეატრი ჩემთვის არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კულტურის დარგი, ხელოვანება და სახლივით არის მართლა თეატრი ჩემთვისაც. თეატრი ჩემთვის არის ოჯახივით, ანუ აქ რომ მოვდივარ, აი ყველაფერი იცვლება და უფრო ბედნიერდები და გარემოც ხელს უწყობს ამ ყველაფერს და ყველაფერი კარგია. აი როგორ ფიქრობთ, თქვენი თანატოლები რატომ ერიდებიან ხოლმე დავუშვათ სცენაზე გამოსვლას? რას ეტყვით იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ იდგნენ სცენაზე, თუმცა რაღაც და რაღაც მიზეზის გამო თავს იკავებენ? შედ მიზეზი არის ხოლმე შიში. შეიძლება რაღაც კომპლექსები, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დაძლევა შეიძლება რთულიც იყოს ზოგიერთის, მაგრამ უნდა ცადონ აუცილებლად და დარწმუნებულად ძალიანაც დიდ სიამოვნებას მიიღებენ თუ სცენაზე გამოდენ. თქვენ რას ფიქრობთ? მე ძირითად შემთხვევაში მართლა ისე არის, რომ უბრალოდ კომპლექსი აქვს იმისი, რომ რამე შეცდომა არ დაუშვან სცენაზე და ასე გქონიათ, რომ ხალხი დასცინებთ, თუმცა ეს სიმართლე არ არის, არავინ არ დასცინებს, უბრალოდ უნდა გამოცადონ თავისი თავი და არ უნდა ჩაიკეტონ, ასე რომ ვთქვათ. უნდა ცადონ რაღაცა ახალი. რაც არასოდეს არ უცლიათ. ყოველთვის რაღაც ახალი უნდა აღმოვაჩინოთ, ხო? დღეს პრემიერა გაქვთ, როგორც ვიცი, ხო? წარმატებები უსურვოთ? კი. აბა უსურვო წარმატება. გისურვებთ წარმატებას. ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ. დაგესწრებით სპექტაკლზე და ჩვენი მაყურებელის დიდი სიამოვნებით იხილავს ქაჯანას ჭინჭრაკას შესრულებით. კიდე რამდენი მონაწილეა დღეს თეატრში? რამდენი? დაახლოებით 18 ვარ ხო დაახლოებით 12 ბავშვი. სხვაებიც რო გავიცნოთ? მოდი ახლა შენ გაგვეცანი. მე ვარ მარიამ ნიკოლაიშვილი. რამდენი ხანია დადიხარ აქ? 11 წელია დავდივარ. რა არის შენთვის თეატრი? თეატრი არის ჩემთვის მეორე სახლი, ოჯახი აქ გრძნობ თავს ყველაზე კარგად და ძალიან მიყვარს აქაურობა. დღეს რა როლს თამაშობ? მე ვთამაშობ დოდოს, წყაროზე ვართ გოგონები და ერთ-ერთი გოგონა ვარ მე. მოდით ნახოთ რა ხდება სპექტაკლის წინ კულისებში. აი რა ხდება კულისებში სპექტაკლამდე. უკვე ემზადებიან მსახიობები. თეონა იყო სულ პატარა. მე მგონი სცენაზეც არ ჩანდა, როდესაც ჩვენ ჩავწერეთ. თეო, გავიდა წლები. აბა ეხლა რას გვეტყვი? ამდენი წელი გაძელის სცენაზე და მე როგორც ვიცი კიდევ გინდა იყო, ხო? დღეს როგორი ემოციით ხარ? ზუსტად ის ემოცია, რაც ჩვენი იასამნისფერი პლანეტის ბინადრებს შეშვენით. ყველგან სიკეთე, ღიმილი და სიყვარული. ახლა კი გავიდეთ და ვნახოთ სპექტაკლი ქაჯანა. ჯერ კიდევ გაქვთ შენი მონანიებისა. ჯერ კიდევ გაქვთ უნარი დათრგუნოთ სატანა. თქვენ არა ხართ პირველნი და არც უკანასკნელი. გარდახანია წაწმინდა კაცმა ყოველმა სულნი თვისი. ევა აღარ არის ჯოჯოხეთსა და სატანა ჯოჯოხეთის შიგანს მიწასაზე დაამხეს. დიდი ხანია კაცნი დამუნჯებულან და ქალნი დაყრუებულან.
ლამის დღე და დავწეს. ახია მართა შესაძლია. რითველაცია წელი. ანდა გილაში ჩემი ცოდვიცავს. გამოიტაიშთომ და გადამალეს. ანდაცუნებს დახკარ კუნცა და მიუპრი ერთხა და სამი დაბოჭილში. ჰელი სოფელი, დიდ პატარიანად მიდორსაა გასული. და მარტო ეს გასაწვავი, ეგერთია ტყეშეულად გავარდნილი. ტურამელას დავხარ. თიცეცრი, მაუმალე, აბერეთი მაუმალე. ამოდენა საქმეს, ერთი როგორ აუვალ ხალხო, ქათამი, ხორი, ბაკი, დაური. აბა მომეცით, ბაკი ხო მომეცით. ყველა მემაზის თავზე, ჩამერცა ტვინში სისხლი ჩამერცა. ვაი, მეცა ძირქუში დამეცა, რომ ვერაფერი გავიგე. როგორ გამეყარა დილაუთენია ციცაცავი საქმე. აი, რომ შემეწყო რამე, ხომ იმ თავის მასებიან და ბედეკიანად დავაბამდი ტახტზე და საღამოს დავაბამდი თავუშე, დავაბამავუშე, გაწყდა, მურის ვარაბანი. მამა, ხა, მამა. აჰა, ხეთქე, ხულიფე. ვაი, ტახტზე კი არა, აი აქ დავაბამ საღორეში. აქ არის მაგის ადგილი, აქა. აუ ქაჯა, ეხლა ჩემი ჯერია. მე უნდა გამომითავო იცი. რა შენი ჯერია? სადაც? მილარიობენი მაგიფრებსა? აბანით გამომითავოთ. ამებისაგან სტვირი არ გამოვა. როგორ არ გამოვა ქაჯა? ნახე, თითის სიმსხოა თითქმის. ნედლი გული აქვს. წყლიკია ჯერ კიდე. ყველები მოვაკვირდი. გაგიშდი? რა წამიყვა სავდა ლენიან. ბიჭო, შესაძლოა გადაიკარგე დილიდან. ანარამშია, ანარამცული. არამში. ოჰო, იმდენად საყლაპავდით უკვე სოფლის შარაზე, გამოგეცემოდა თუსები, მაგრამ იქნებოდა. რასო, ვათაძალო, იმოდენა ყებალი ვჭამეთ. ბაიოლების უნახეს თავში ხუთები ძილ დავძალით. რასამო, ბიჭო, რა დროს წყალის ჭამა? ხოთა კაცანა, კაბლიერი. ცოტა კი მოვჭრა, მაგრამ მაგას ვინ უყურებდა. მარილი ხოთა კადა და ისეთი კუთხარა გამოვიდა, კადა დაწყავლებდა. მუცლები და გარბელინად გემოზე, მაშინ ვნახავ თქვენ სეირსა. აბა როგორია, როგორი, ოქროს ხელი მოხსოვდეს. ვინ იფასებს თორე? უი, მე ხიკი დაგაყარე მაგ თავზე და ვინ უფასებს ვაჟბატონსა. დილიდან დაღამებამდე ყურები დაწაწალე თუ გამიბარ. ხედავთ რო კაცი. აბა დაუდგეთ ყური. ათის მაგეწანა? უი, როგორ დამეთაფრები ხოლმე ბიჭო. რა მაინი. ცოცხალი რომ მოვიდეთ, წყალიც მოგიტანი არ გგვირს? აი გოგოებს გითხენ. ოჰო, მართლაცალო. იცი რა ხდება? ლამის ღავის თევით არიან ასულები. მეს უნახევარი გოგანობს ებნეს. იმდენი მილაპუნე საკეთიკი და თლად არუჯებული მოქვს ფერდები. აზრა. ხაჯა. როდის მე იქავე? თლადი ლავქენიაზე. მაინც მიმართ რა ნახევარმა სოფელმა. ხო, სოთავში კიდე ლოყადატკაცური. სოციალისტების დაიწყო. და ახლოს არავის სიგარებს. მომწადეთ. 1 2 3 გამიგეთ. ჯერ ჩემი ჯერია. მიშიო, დედა შვილობაშია. ამამ შებინებს ჩემი გოგა. ჩვენშკენ აგულა ჩამაიარო. ერთია ბებერ დამიხედეთ. იქნებ ფულის გადამახდევნე თქვენ ესოსი ნავლა ჩავლაზე. ინიჯი. შევალებ შენაშვალებ. ის ვარა მეშაგულიშმოვდი. რა საგულიშმოვდი ბებერ? მას შეგულიშვის და მოხეთქებულ რა დილაუთენია სწორედ. ვერ ხედავ ჩემი ჯერია. რა სამოქავ? შენი ჯერი როგორ არის? მას მერის ცნობ გაბარაკრა მაწლის აკეთებ კი არა ბარამუს. მე რომ ჩემს დურმიშხანა წყალია. კაცად გამოჩვისავ.
მე გინდა ხიტუა. არა გავხებინებ მე გიურიგო. აი, არა გავშევინებ და მაიჩაშინა. ჩვენშკენა უნდა ჩამაიერო. რა სიმუქრები შენ რა ჩამოვიდა თუ დამჭირდება? გადმოვივლი კიდევაც. ისი აუჭერო იმ შენ მიტუას და ქიტუას გვერდები იქნება და ხელიდანაც ვერ დამაგდებინო. გოგო, აი შენ გოგო ვერ ხედავ? რა ისო ნახევრამდეც არ არის მისული. ხალი გავშვი, რასი ქალა, საღნი გავ. დავუჩქარავდი მოხდეს შვილავენ მიშველე. ეს გაჭობილ ხაშარი თეთრაგაშა. უიწყლო და მტოვე ვერ ხედავ. ისეთ ქალა თქვენც მოიგეთ მანქეობას არ გეცოდება. შევიმას გიგი დამარა ხარა გიმსიეკო და წადია შეგზაზე ჯანაბას. აი ჯანაბაში ჭადი და დოჯანაში. მოგიხდია თავშეს ლეჩაკი და საჭირე ბუბანუბან. ეს შოპეშეგა მოშვენება არ აქვს. ხალი რომ შიშველ კანჭებს გამოიჩენს კაჭებთან, იმას რა უნდა ველაპარაკო? მე უჩვენებ შიშველ კანჭებს კაცებს, მომაშორეთ ეს ბებერი კობაკი ხალხო. თორე თუ დაწახალი ბედაბენ მემართებოდა რა ისე შენმა წევლა მიწია სხვა რა დამემართა რა წევლა მიწია კაცო შენ ხარაგნებით ალაპარაკო გამაგებინე რა დაგემართა რა დამემართებოდა რა ისე თარს ფეხსებია მოსაჭრელი მაგ ძირში მოსაჭრელი რა მოსაჭრელი კაცო გაგიჟდი ვინი ხედავს მე ის იმისა და იმოდენავენ ახსა მე ერთი როგორ რა უვარ მაგის რა იყო ახლა რა მეყანება და რა მე ვენახება ხალო მიდი გამხედე გამაიდა საფება შემოვდო ეს საჭრელი ვისაც კი მაგან უკურნალა ყველა საიქიოსკენ დააყვალია. ბარბარე არა ის. აი ხებარე და ნაჯახი დამო. მაშა მაგო კაცო, თუ დიდი სადავაკარები. ბარბარე არ გამიყვანოს თვალიცისო. ხელი დაგარი და იქალა საბრიალე მაგას და ჩაიხმა. მე მოუსიჯო მაცარე. აბა მამა, აკაკ კივა. მაშრომ არა მткиოს. ამოდრინას დამაყვირებდა. ისევ ჩემი სატრევია. ისევ ჩემი ხათაბალაა ყველაფერი. მამი, დათი როგორ გავიქცა? ნადირი დაიცა? ნადირი. ნადირს ჩვენს ტყეში. ჩვენს ტყეში ნადირს თვალს როგორ მოყვა? ნადირი კი არა და. შიგ შუა ტყეში.
ანოსვირი არ გამომეცხადა? ჯანს გადარჩენილ. აბა, აიცაჯე, გამიხარდა. ვიფიქრე შევჯდები და 2 წუთში სოფელში ჩამარბერინებს მეთქი. მიველახლა და ვითომ წარაგდე. არც კი გაზრეულა. ვიფიქრე ალბათ მიცნობეთკი. ავერი ვისასრობს, მაშა. შემოვახდი და დაუწყდა. ყარატლიკი და პირდაპირ ბარდებში ვკრა. აი, წვრილიანებში. გამაიბლანდა ეს თოფი. წამოვე თავდაპირა. მამიყვა ეს ფეხი უცნაურა და დავეცდე და ტანითა. ფეხი ცალკე. თოფი ცალკე. ისი აგიხდეს ნატრო, როგორც მე მაგ თოფზე ამიხდა. რომელი ვიდარდო აღარის? არ გამოგადგება ეს ფელი, არაფერში არა. სოფელი რა შუაშია? სახედას ვერ მოდევიხარ ამ ხელა კაცი. რა შუაშია და ვირი სოფლისა არისო? ვაი, ხოდა როცა მოკვდები, ვირის ტექსტ დაგატაც თავზე და. კარგი ერთი დედაკაცო. ძაღლი კოჭრობით არ მოგიო. მიდი რამე მითქალი გეკრება ძველად. გამავიტანე, შემავახტიე უხლის კვერთან. ისეთი ჯახალი მოიღო. ისეთი ჯახალი მოიღო, გული რომ შემიღო და აქნობავდის უჩუქება. ბალღებო, გებრალებათ მამაგანა. მამი, ძალიან კივა. კივა, როგორ არ მткиო, მაგრამ შენ ქორწილამდე დამავიწყე. ой, მე ქორწილი არა ისე. ეს რა ვარსკვლავზე დამბადახ მე. თითო სატკივარი არ დამელეობდა. ეს მინდოდა მიახლა, ეს ჭიაპოპოლებაძე მაინც არ წარებია და ეს ხამები. ზოგიერთ ემელებსა და რა ხან ცხელცარიელი მოგუნდი, არა? რა შეწავდა გიხარია ის როგორია? მიხარია, მიხარია. სიხარულით მეცხვეცას ვეწევი ხოლმე. რამდენი შესაძლებელი პარხვე. იმდენი არ ფეხი უნდა მოიტრო, რა ხელი უნდა მოიტრო და ვინ მოსვლის კიდე რა? აი ახლაც რა განჭია პოპოლებაძეს მოგიდა. ეს ფეხის მომტრევა. ორივე კაცაც მაინც ამოუტანდი ბავშვებს ნაფუძრებიდან. კაჭკაჭი არა, კაჭკაჭი. დედი, კაჭკაჭი არა, ბეღურა. დედი, რა იქნება ახლა ჭიაკოკონა რო არ დავანთოთ? მოსაჭრელიც რომ გამიხდეს ეს ფეხი. ერთხელ მაინც უნდა გადავიღო რამე. რატო მამი, რატო? რატო და ერთხელ მაინც არ გადაახტები ჭიაკოკონას. ან ალი დაგეცემა იმ წელიწადსა, ან ქაჯიო. ამბობენ. რა არის და ქაჯი, მამი? აი, მარკოზიას რო დაიჭარ შაშანისა? ისა შვილო. კარგად აგხსოვებია. ამე შვილო. უსათურმო დაიგოს ჭიაკოკონა ყველა სახლის კარგად. ეს იმიტომ რომ ხო დაგინახავთ იქით მაღალი მთავრობა ზიალბუს რომ ეძახიან. როგორ არა? მე ხო და ამაღამი ქაშვილო მთელი ქვეყნის ეშმაკები, ჭინკები და ქაჯები შეგროვდებიან და ქორწილებს გამართავენ. იქიდან თამაგაწეწილები გამოფრინდებიან და დაერევიან სოფელსა. და თუ ვინმე სახლის კარებზე ცეცხლსა დაინახავენ? ცეცხლისა ძლიერაში ნიათიმათა. ჩაფრინდებიან იმაცა. შევლესახში და დააცხრებიან ვისაც ანახავენ. ან დაახჩობენ, ან გააგიჟებენ. ზოგჯერ მოიტაცებენ კიდეცა. მომეტებულად პატარა ბავშვებსა. აიყვანელი მიალბუზის მწვერვალზე. აშიშხინებენ უზარმაზარ ტაფებსა და შეშწვავენ ბავშვებსა. აკიავსადაც ეს ხუფთხიანო. ეგ ჩვენსასა, ჩვენსასა. თავიანცა კი არა. დედა. ერთად არ ჩამოვიდნენ. ბიჭო, ვერა ხედავ ასკილის ეკლერსა, ჯვარედინაცაა დადებული ერთოში. ესენი იმიტომ გააკეთა მამაშენმა, რომ ჭირტები ვერ შემოვიდნენ. ჯვრისა და ეკლისა ძლიერ ეშინიათ კუდიანებსა. წამოერთი დედაკაცი შემიყვანიში. გოგო, ცოტა ხელი წამაშვია. ხო, მოვდივარ. კაჭკაჭი არა, კაჭკაჭი. კაჭკაჭი არა, ბეღურა. სადახარ, დადო, ხმა მოიქ. აკრასამო, დადო, წამოდი, ბიჭხნა გადაჭიმოს. მე მინდა რომ ჩვენ ჭიაპოკონა ყველაზე დიდი იყოს. ისე გავაცნიეროთ ის რომ მაინც აშიადიოდეს. ვინ უნდა გვაჯობოს, ქაჯა? ვერავინაც ვერ გვაჯობებს, ჩავედი. Feliz Natal, Feliz Natal. Chama de
Ვა, ჟუჟუ, შენ აგრასაკეთებ. საიდან
საიდან გაჩდია ხა? საიდან გაჩნდა და ჯამში ჩამიხედა. რომ იცოდე რა დაინახა იქა, რა დაინახა. რა უნდა დაინახა ქალო ჯამში? ამ სონამ კითხავს უჯერებ. გაგიჟდით თქვენა. სონამ კითხავები თქვენსკენ მოიგითხეთ რა. ხოთქვი არ აღიდა თქვენ სამწუხაროდ. მომეცი ჩემი გასამჯელო წავალ ჩემს გზაზე. გასამჯელო არა ისაგინე. მომინდო მამა და ცხრის თუმა. შენ გაჩუმდი მან, ჩაგეხეთკავ და შაიგე რა. რა შენი საქმეა ქალების საქმეში რომ ვერებ. წამოჟუჟუ. ისე ხიქია, მთელი ცხვარი გიჩქე. რა მაიც? იმ სონამ კითხავმა, რა ჩაგატყუათ, ხა? სათაურის წმინდა გიორგში უნდა ახვიდეთო. ხო, და იქამდე უნდა დარჩეთ, სანამ თვით წმინდა გიორგი არ დაგითხოვთო. იმ სიშორის რომ არ გავეგზავნეთ მაგდალოთს? ჩვენი წმინდა გიორგი რა, ნაკლები ძალისაა? ქალო, შენ რა მართლა აპირებ სათაურაში ასვლა? მაშვის მეტი სანაბარა ხო ვერ მივატოვ. ხომ ხედავ აქაური ღვთაება რომ ვერ აჭებ. რას ამბობ, ქალო? მე ჩემთან ჩამი როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასე ერთმანეთის ლანძღვასის სიძულვილში? რატომ არ გვიყვარს ერთმანეთი სადგაგრა ჩვენი ერთობა? როდემდე უნდა გჯეროდეს ამ სიცრუით, ამ ბოროტებით, ამ ციკალფით? როდემდე უნდა ვიჩხუბოთ ერთი კალკაწლის გამო? წყალი ხომ ყველას შეხვდება. მამი, წავიდეთ რა. თუ წონას დავიბრუნებთ, გამოგვეცხადება, მამი, აუცილებლად გამოგვეცხადება. წავალთ შუა, წავალთ. გამოვართ მეთედოსურა. შევა ბავში ლექსოს გამეჩებს და წავალთ. ხაჯანას გულისთვის ქვეყნის დასალიერშიც კი წავალთ. დიდება შენდა მორთო ჩვენო დიდება შენდა მე უფეო ზეცათაო ნუ გეშინის მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა საუნჯეო კეთილთაო მომნიჭებელო ცხოვრებისაო მოვედა და ინგილენ ჩვენ შორის და წმინდა თქვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიცისა და აცხონენ სახირო სულნი ჩვენი წმინდაო გიორგი შესახელ შემოვლი ამოადგმევინე ენა ჩემ ქაჯანასა და თუ გინდა მე და მამუნჯი მე თუ სულმუნჯი მატარეობოდ მაგის ხმა გამაგონე ის ხომ სულ აღამართალია მას ხომ არა დაუშავებია რა განაყოფს მიწაწიახსა თვისა და ცეცხლი მოევლინება ქვეყანასა შეძრწუნდებიან კიდენიცისანი და ბჭენი იერუსალიმისანი დაინგრევიან დაიწყო ჟამი ესე და ანტიქრისტემან წარცხნიდოს ქვეყანა რას გადაგვეკიდა ეს კაცი ვინ მოვაო ანტიქრისტეო ვინ არის ეს ანტიქრისტე წმინდაო გიორგი შეთეთრცხეს ვენაცვალ ამოადგმეინე ენა ჩემს ქაჯანასა გამოგვეცხადი ან ცხადში ან სიზმარში ან ტრითან ხამი ღმერთო რომ მეგონა უნდა დამისვენა ეს რა ჭირი შემაყარა ეს რაც უნდა ბრალცავდებ რომ ერთი ბიჭი მყავდა და ისიც დამივიდა ბიჭო შენა რა რა იყო დედაკაც რომ შემინგრია ეს როგორ ელაპარაკები მეცი ჩემი ცოდვით სავსე დააჭირო ენას ხმიდან დაკმიდო ხმა ის გიჭობს ეს როგორ ელაპარაკებათ მეცაკა როგორ შეიძლება ვაიმე შენ ჩემოთავ აპატიე ღმერთო შაუნდე ღმერთო ბრიხვია და რაქნას ვისეუბნები ქალო ბრიხვია ღმერთსა მას შენი ლოცვა საგვანდა აგრიკატოს მოусმინე როგორ ანგელოზივითა ზის და ნაკადულივითა გარობს წმინდაო გიორგი შენ ძალომად შემოვალე მაგ მოგრიშტებულ ოქრომ კერცა მაგრალის თვებსა ამოადგმევინე ენა ჩემ ქაჯანასა გამჩერებელი აღარავა. რო
როდემდე უნდა ვიყოთ ამათი ხელებში მაცქერალი, როდემდე? სრულოდინას მეძახიან უკვე. ერთ სახელს მომიგონეთ ამ მამაძახლებენ. არგი, წავალთ და იქაც ხომ არ დაგიძახებენ არა? წავალთ, რო წავალ? წავალთ, როგორ არ წავალთ? სადაც ამდენი დღე ვითმინეთ, 1-2 დღეც რო ვითმინოთ. რა იყო რა ჩხამწასული ავოქადი სოფლიდანა? ხომ არაფერმა დაგცადა, ჰა? დამცადა, როგორ არ დამცადა? კუჭმა დამცადა, კუჭმა. მე ვითმენ, მაგრამ ეს ვეღარა, მშიავ გაიძახი. მერე ვერაფერი მოხელე, არავის უნდა ხელის წაშველება. ამ შიერ სოფელში ვის რად უნდა შენიშველა? რომელიც სახნავსათ ეს იამათა. ერთიო, სხვა ძროხა დაუდიეთ და ეგაა და ეგ, არა, მე გამჩერებელი აღარა ვარ. როდემდე უნდა ვიყოთ ამათი მათხოვრები, როდემდე? შვილი მუჯიმა მაგალახა კიდე დაუსახვირდა ვენეცის კიდევ რაც აღარ გვეძახია. გოგო, ვერა ხედავ, ერთი შემოტრიალება მაქვს. კარგი, გაჩვდი, კაცო, გაანელი, ამაცოდა, გაანელი. რახა დამჩა, 3 ოთხეში გიორგობა არ დაველოდოთ. შენ ხომ კარგად იცი, რომ გიორგობა დღეისი არ ჩაივით, რომ რამე სასწაული არ მოხდეს. შენ წადი, და მე კი სანამ თვითონ წმინდა გიორგი. იმის დიდება შენ მოვებული, იმის მეცხრე თაყვანი. სანამ არ მეტყვის წადიო, არ სათხის გამგებელი არ ვარ. ხალო, მარტო წავიდე, ლადა, სოფელს რა უთხრა მე? მე სანამ წმინდა გიორგი არ გამოვეცხადებ, იქამდე არ სადარწაო და ჩემ ქაჯანას გამოვუშვე. იდება მამასა და ძესა და ფულებს ფულისა გამარად და უნიდი უკუნისა ამინ. მამო ჩვენ რომელი ხარ ცათაში წმინდა იყავ სახელი შენი რომელი სუფევა შენი იყავ ნევა შენი ვიტაცა ცათაშინა დენესა პეპანასასედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადები ჩვენი ვიტაცა ჩვენ მიუტევენ თანანადები ჩვენი განშევივალე ჩვენგან სასწელსა, არანაირ მიხსენ ჩვენ ვაროქისაგან. შენი არ სუფევა, ჩვენი და დიდება, ამის და წმინდისა